ახლა კი დროა შუადღის კალენდარს გადავავლოთ. თვალი 22 დეკემბერი ქართველი მხატვრის ირაკლი ფარჯიანის გარდაცვალების დღეა. შემოქმედებითი ძიებებითა და შეუდარებელი ხელწერით ის 80-იანელთა თაობის გამორჩეულ წარმომადგენლად იქცა. მისი როგორც მხატვრის ბიოგრაფიის მთავარი თემა სახარება. თემატური და ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად ირაკლი ფარჯიანის ყოველი სურათი მხატვრული სამყაროს ერთი დიდი ხატია. განსაკუთრებით გვიყვარს მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი აბას თუმნის შობა, სადაც აქცენტები არა კომპოზიციაზე, არამედ განწყობაზეა გაკეთებული. მთა, რომლის დანახვისას თითქოს თოვლის ხრაშუნის ხმების კი გესმის და ის ადღეჩორს იკითხება შობის პატარა კომპოზიცია. უნდა აღინიშნოს, რომ მხატვარმა გადაწერა და დაასურათა იოანეს, მათეს, მარკოზისა და ლუკას სახარება. მასვე ეკუთვნის ილუსტრაციები ისეთი ნაწარმოებებისთვის, როგორიცაა ჰომეროსის ოდისეა და გოეთეს ფაუსტი. ქართული მითები და ლეგენდები. სხვადასხვა დროს ირაკლი ფარჯიანის პერსონალური გამოფენები იმართებოდა შვეიცარიაში, საფრანგეთსა და იტალიაში.